თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარტია არის ანტიკონსტიტუციო, ასეთ პარტია უნდა არსებობდეს? ეს არის ვინმეს თქვენი აზრი ან ვინმეს აზრი? ასე შავა პაპუაშვილი აქ ჟურნალისტს მიმართავს, თუმცა დამუნათების ობიექტი შეერთებული შტატები გამოდის. ქართული ოცნება ოპოზიციის აკრძალვას არ გადაიფიქრებს. პოზიციას ივანიშვილის პარტია არც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ ცვლის, რომლებმაც რამდენიმე დღიანი ვიზიტი საქართველოში სწორედ ოპოზიციის დაბალ ჩართულობაზე წუხილით დაასრულეს და ქვეყანა ამ ვითარების გამოსწორების მოწოდებით დატოვეს. ვაშინგტონში ჩასულებს კი პარტიამ უარი შეუთვალა. ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანის საუბარი მაგალითად იქნებოდა იმ მოსამართლობის გაგრძელება, რასაც ხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ერთი რომ ყველამ უნდა სცეს პატივის სამართლის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოიგიდოს შესაბამის პროცესს. ანუ კობახიძე ამბობს, რომ ვაშინგტონმა პოზიციის გამოხატვა ოპოზიციის აკრძალვის გეგმაზე ვერც კი უნდა გაბედოს. არადა პოზიცია სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილში უკვე იკითხება, განცხადებით რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩომ გამოაქვეყნა დასტურდება, რომ ოპოზიციის მდგომარეობა ტრამპის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელო საკითხი არ არის. მეტიც, როგორ ექცევა ოცნება მოწინააღმდეგეებს ქვეყნის შიგნით, ეს ამერიკასთან ეკონომიკურ თანამშრომლობასაც კი განსაზღვრავს, თუმცა არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებიც. პროირანულმა რეჟიმმა და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხარი დაუჭირეს ქართული ოცნების მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია და ემუქრება ამერიკის წვდომას. საქართველოში არჩევნები გაყავდა. ისინი ეხმარებიან ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს თეირანისადმი დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში. რა უნდა გაკეთდეს, რომ პასუხი გაეცეს სწრაფად მზარდ რადიკალიზაციას, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება უწყობს ხელს. ამ შეკითხვით ჯო ვილსონმა სენატში მარკო რუბიოს მიმართა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისში სწორედ რუბიოს გზავნილები ჩამოიტანეს. ანუ სწორედ რუბიოა პირი, რომელიც ვაშინგტონიდან ახლა ივანიშვილს ელაპარაკება. სახელმწიფო მდივნის პასუხით კი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკისთვის წითელ ხაზად ოცნების არასუვერენული პოლიტიკა რჩება, ანუ გავლენა, რომელსაც ოლიგარქის დახმარებით საქართველოში რუსეთის მოკავშირე, ჩინეთი და ირანი აღწევენ. მართალი ხართ, ყველაფერი რაც ახლა ჩამოთვალეთ, ეს უკვე არის ჩვენი შეშფოთების საგანი. მას შემდეგ მათ გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც მიგვანიშნებდა, რომ მათ სურთ ურთიერთობის გაუმჯობესება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ მათ ვუთხარით, რა იქნება ამისთვის საჭირო. მივიღეთ გარკვეული პოზიტიური პასუხები. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვნახავთ ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს შემთხვევაში, იმ ვითარებიდან, რაც ახლა არის. მათ ვკითხეს, რა დასჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობების ქონას. ვუპასუხეთ და იმედია შევძლებთ დავეყრდნოთ ამ საფუძველს, რომ შესაძლოა შეიცვლება ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების, არამედ მათი ქცევისაც. სინამდვილეში, რამდენად რეალისტურად მიიჩნევს ტრამპის ხელისუფლება ოცნებასთან თანამშრომლობას და მის სანდო პარტნიორად განხილვას. ამაზე ბევრს ისევ რუბიოს გამოსვლიდან ვიგებთ. მას შეკითხვა ტრიპის დერეფნის გავლენაზე დაუსვეს, რომელმაც აზერბაიჯანი და სომხეთი უნდა დააკავშიროს. პასუხად კი რუბიომ რეგიონზე ისე ისაუბრა, რომ საქართველო არც კი უხსენებია, მზონი მთლიანად სომხეთზეა. ანუ სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ სავაჭრო ჰაბის ფუნქცია ამ რეგიონში სომხეთმა უნდა შეასრულოს. იქ ვიმყოფებოდი და ხელი მოვაწერეთ ტრიპის შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის. ვიცი, რომ ეს არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ღუზა და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მეტია ვიდრე სამშვიდობო შეთანხმების ღუზა. მას აქვს სომხეთის სტრატეგიული ადგილმდებარეობის, რევოლუციური შეცვლის და რეგიონში მის ცენტრალურ სავაჭრო ჰაბად ქცევის პოტენციალი. მას აქვს უნარი სომხეთის ეკონომიკა ძლიერი გზით გარდაქმნას. ჩვენ პირდაპირ მნიშვნელობით ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ეს საშუალებას მოგცემს ვიმოქმედოთ და ხალისოთ შეერთებული შტატების კერძო სექტორის ინვესტიცია ამ დერეფანში, არ მხოლოდ ამერიკული კომპანიებისა და ამერიკული ინტერესების სასარგებლოდ, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის და რეგიონის სხვა ქვეყნების სასარგებლოდ. და სად არის ამ დროს საქართველო? თუ ამერიკის სტრატეგიით რეგიონში სავაჭრო ჰაბის ფუნქცია სომხეთმა უნდა შეასრულოს, მაშინ კარგავს თუ არა თბილისი ტრადიციულ გეოპოლიტიკურ ფუნქციას. რეჟიმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იყო კიდეც ივანიშვილის ჩანაფიქრი, რაც მათ შორის ანაკლის პროექტის ჩაგდებითაც გამოვლინდა და ვლინდება ახლაც, როცა ოლიგარქი ქვეყანაში სწორედ ამერიკული ინტერესების საპირისპირო პოლიტიკურ კლიმატს აყალიბებს ოპონენტების დევნით, მედიის ჩაგვრით, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით.
რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ კავკასიაში ამერიკის მზარდ ინტერესზე, ეს არის მხოლოდ კარგი კავკასიისთვის და მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ინტერესი ყოველთვის ემთხვეოდა ამ რეგიონში ამერიკის ინტერესს. ივანიშვილის ინტერესი კი ემთხვევა სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებს, რუსეთის ინტერესებს, მას უშუალოდ იზოლირებულები, აქ არ ხორციელდებოდეს დიდი ასე ვთქვათ პროექტები, არ ხორციელდებოდეს ესეთი მასშტაბური პროექტები, როგორც იყო მაგალითად ლაზიკის პროექტი და ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენი სასურსო ამოცანაა, რომ მალე მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი. ცალსახაც ჩანს, რომ დავალება, რომელიც მოსკოვიდან აქვს მიღებული ივანიშვილს, არის საქართველოს დაუბრუნოს საბჭოთა კავშირის დროინდელ მდგომარეობას და იყოს პროვინციული ჩიხი რუსეთის პირას, რომელიც უბრალოდ არის რაღაცა რკინის კედელს მიღმა ტერიტორია. საქართველოს არც რუბიო, არც ტრამპის ადმინისტრაცია და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიქვამს როგორც სანდო პარტნიორს. ივანიშვილის წვლილი არის ამაში. პირდაპირ დანაშაული მისი არის იმაში, რომ საქართველოს ცივილიზებული სამყაროსთვის არ არის სანდო პარტნიორი. რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ? მარკო რუბიოს გზავნილით სენატში კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მზადყოფნის გამოხატვას სიტყვების შემდეგ ახლა უკვე ქმედებითაც ივანიშვილის მთავრობისგან ელოდება.